თავიდან დავიწყოთ გარჩევა, ესე იგი ცვლადი გვაქვს შექმნილი. ამ ცვლადის სახელი არის ტექსტ, შემდეგ უდრის, ანუ ამ ცვლადში ჩავარდება ის ტექსტი, რასაც მომხმარებელი შეიყვანს, იუზერი შეიყვანს ამ შემთხვევაში, მე რასაც შევიყვან. ანუ input-ი არის ის ბრძანება, რომ აქ, როდესაც runs დავაწყები, გამოვიდეს ფანჯარა და მე შემეძლოს რაღაც ტექსტის შეყვანა. ანუ ამ ფანჯარაში, რასაც შემეკითხება, არის ეს ტექსტი. ანუ runs, როდესაც დავაწყები, აი გამოვიდა აქ ფანჯარა, სადაც ამოისახა ეს ტექსტი და შემდეგ მე უნდა შევიყვანო რაიმე ტექსტი. აი მაგალითად enter something მიწერია, ხო? მაგალითად შევიყვანოთ code hs. როდესაც enter-ს დავაწყები, ამ შემთხვევაში ამ ტექსტს, ანუ code hs შეინახავს ცვლადი სახელად ტექსტი, შემდეგ print-ი დაბეჭდავს ცვლად ტექსტში არსებულ მნიშვნელობას, ანუ აქ მე რომ შევიყვანე code hs-ი, რაც შევიყვანე, იმას დაბეჭდავს აი აქ, ანუ code hs-ი დაბეჭდა აქ. შემდეგ ბეჭდავს ამ ცვლადის ტიპს, ხო, რა ტიპის არის და აქ გვეუბნება კლასი არის string-ი. ესე იგი ტექსტური. ამ შემთხვევაში მე თუ შევიყვან მაგალითად 26 რომ შევიყვანო, 26 დამიბეჭდა აქ და ტიპი მაინც დამიბეჭდა string-ი, იმიტომ რომ აქ input-ით შეყვანა არის და ინტეჯერი თუ მინდა რომ მე შევიყვანო, ამ შემთხვევაში მე თუ მინდა რომ ჩემი შეყვანილი რიცხვი პროგრამამ აღიქვას როგორც რიცხვი, მთელი რიცხვი, მაშინ აქ წინ უნდა int, მერე ისევ ფრჩხილი და input. ეს წესით მომდევნო დავალებებში იქნება და trace-შიდაც გავლილი გვაქვს პირველი იუნიტზე. კარგი, next-ს დავაჭიროთ.